Deep State-ის ტროასცხენი, სააკაშვილის მძიმე განაჩენი, ქვეყნიდან გაქცეული დარაჟნის კონტეინერით შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის სასჯელი გაიზარდა. 8 წლიან პატიმრობას 4.5 წელი დაემატა. დღეს უკვე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმის სახეები უკრაინაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე შემთხვევით არ დაუნიშნოთ. ჰქონდათ კონკრეტული გეგმა და კონკრეტული მისია. პრაქტიკულად ისინი იყვნენ Deep State-ის პაიკები უკრაინის და პარალელურად საკუთარი სამშობლოს განადგურების სქემაში. სწორედ ამიტომ გამოგზავნეს წლების მერე საქართველოში სააკაშვილი კონკრეტული მისიით. ეს ხდება რუსეთ-უკრაინის ომამდე ცოტა ხნით ადრე და საქართველოს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ. საბედნიერო სისხლიანი სცენარი და სახელმწიფო გადატრიალების გეგმა შესაბამის მოუწყებებმა მალევე გაშიფრეს. ექს-პრეზიდენტი აგენტი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. თქვენ ახლა ნახავთ ცოტნე გეგეჭკორის სპეციალურ რეპორტაჟ რეპრესიული რეჟიმის შემოქმედზე, რომელზეც Deep State დიდ იმედებს ამყარებდა და საქართველოს წინააღმდეგ მასზე ფსონი ბევრად უფრო ადრე დადოვიდრეს, ჩვენთვის გახდა ცნობილი. ამ გეგმის ნაწილი იყო თავსმოხვეული კოჰაბიტაციაც. სააკაშვილის განაჩენის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვა. საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გირგულიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2012 წელს ძალადობაზე, სისხლზე, ტოტალურ უსამართლობასა და ელიტურ კორუფციაზე დაფუძნებული ნაცრეჟიმის 2012 წლის კრახის შემდეგ მის ლიდერ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების მიწურვასთან ერთად უძლიერდებოდა შიში, რომ აუცილებლად მოუწევდა სამართლებრივი პასუხისგება ჩადენილ დანაშაულებებზე. ამას გრძნობდნენ მისი გარე პატრონებიც და ასე დაიგეგმა 2013 წელს გამოგონილი მიზეზით, მისი როგორც დიდი რეფორმატორის ტრანსფერი უკრაინაში. ამიტომ სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად პატრონებთან გაიქცა. მალევე 2014 წელს უკრაინის მაიდანიზაციის მძიმე პროცესების შემდეგ სააკაშვილის პატრონების სპეცდავალებით კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ამ დროს ის ქართული მართლმსაჯულების მიერ უკვე იძებნებოდა რამდენიმე უმძიმეს საქმეზე. თუმცა მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს პროკურატურის ბრალდებების სააკაშვილის წინააღმდეგ და 2008 წლის აგვისტოს მწარე გამოცდილება არაფრად ჩააგდო. მეტიც პოროშენკომ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, უკრაინის პასპორტი გადასცა და მოგვიანებით ოდესელებს გუბერნატორის პოსტზე პირადად წარუდგინა. ცხადია, პოროშენკო გახდა ის ფიგურა, რომელმაც ფაქტობრივად Deep State-ის ტროასცხენი სავსე ქართველების მიერ ხელისუფლებიდან განდევნილი სააკაშვილი და მისი რეჟიმის სახეები ძალოვანი უწყებებიდან თავად შეაცილა უკრაინაში და სასათბურე პირობებით შეუქმნა. როცა ისინი ძალიან სწრაფად სხვადასხვა საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობებზე გადაანაწილა. საკარიფელი დესანტი, რომელიც აიღეს ერთი სახელმწიფოდან და გადაისროლეს მეორე სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში აბსოლუტურად. სააკაშვილი, რომელიც გაწვრთნელი იყო, რომელიც მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე და მას ატარებდა საქართველოში, ხა ჩაიყვანეს უკრაინაში, რომ ეს მისი გამოცდილება მოხმარებოდა სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარა უკვე და ესწავლებინა უკრაინელებისთვის. და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა, ხო? მოახერხეს. ჩოულ სტილში, პოპულისტური ნაბიჯებითა და პროვოკაციების სერიით, რომელიც საქართველოში უკვე ბევრჯერ ნანახ სატელევიზიო შოუებს გავდა, სააკაშვილმა უკრაინაში დამკვეთების დავალებების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულება შეძლო. ყველას ყურადღება მიიქცია და კორუფციასთან მებრძოლი რეფორმატორის ფსევდომანტიაც მოირგო. ეს მითიც მალე დაინგრა, თუმცა პატრონები დასავლეთიდან სააკაშვილს ტაშს უკრავდნენ და ძლიერ დახმარებასაც უწევდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოდესის გუბერნატორის რანგში სააკაშვილის პირველი საკადრო გადაწყვეტილება ოდესის ოლქის მთავარ პოლიციელად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნა იყო. ის ყოფილი ქართველი ძალოვანია.
რომელმაც საქართველოში არჩევნების წინ პროვოკაციების სერიის და არეულობის მოსაწყობად სააკაშვილი 2021 წელს უკანონოდ უკრაინიდან საქართველოს საზღვარზე არაჟნის კონტეინერით შემოაპარა. ამ სპეცოპერაციის შემდეგ ლორდ კიფანიძე დასავლეთის მხარდაჭერით 2022 წლის 17 მარტს ომში მყოფი უკრაინის კომდაზვერის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ეს სერიოზული გარე ჩარევის გარეშე და ერთადერთი ვისაც შეეძლო ასეთი ჩარევა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, უბრალოდ წარმოუდგენელი. ნებისმიერ ქვეყანაში ახლა რომ აიღოთ სხვა ქვეყნის მაღალჩინოსანი მინისტრად დანიშნო, უბრალოდ ის საზოგადოება ამას ვერ გაიგებს. საქართველოდან გაქცეული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული სააკაშვილი უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან ჯეფრი პაიეტისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას იღებდა. ელჩი საჯარო გამოსვლებითაც აძლიერებდა სააკაშვილს, ამართლებდა მის ქმედებებს და მისი კადრების პოლიტიკას მთელს უკრაინაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არქივი დღემდე ინახავს ჩანაწერებს, სადაც გაშიფრულია ელჩის ერთ-ერთი გამოსვლა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ფორუმზე. ელჩი ჯეფრი პაიეტი მიიჩნევდა, რომ სააკაშვილის რეფორმები ოდესაში გარდამტეხია და მისი წარმატების შემთხვევაში ის უნდა გამხდარიყო წარმატების სიმბოლო და მაგალითი, რომელსაც უნდა ჩამოეყალიბებინა ახალი უკრაინა. ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინელ, რეგიონალურ და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდს, რომლებიც მუშაობენ გუბერნატორ სააკაშვილთან ერთად ოდესის ოლქისთვის ანტიკორუფციული და დერეგულაციის დღის წესრიგის შესამუშავებლად. ოდესის რეფორმის ხედვა გარდამტეხია. წარმატების შემთხვევაში ოდესა შეიძლება იყოს გამჭვირვალე მოდელი, ანგარიშვალდებული მთავრობა და ბიზნესი. ეს იქნება წარმატების სიმბოლო ახალ უკრაინაში. Along as the Oblast administration continues to make progress in cleaning up corruption. Рекетиры чертовы, взяточники, воры в законе. Мы должны положить край. Всем пора понять, что это грузинская банда, приехавшая сегодня на гастроли. Как цирковая труппа гастролирует по нашей стране, собирая деньги на осенние выборы в Грузии. ეხა რატომ წავიდა ცუდად მისი საქმე? ჩვეულებრივი ფორმულა არის. ეს ხომ დესტრუქციული ადამიანები ჭირდებათ, ამფეთქებელი როდის ჭირდებათ? აფეთქების დროს, მაგრამ აშენების დროს ის არ ჭირდებათ, ხო? იქ უკვე სხვა მან მავრმა გააკეთა თავის საქმე, მავრი უნდა წავიდეს. მან თავისი საქმე შეასრულა. მისი ფუნქცია სხვა არ ყოფილა. მას ზუსტად ეს უნდა გაეკეთებინა და შემდეგ უნდა წასულიყო. შეიძლება თვითონ ვერ ხვდებოდა ამას, მაგრამ უნდა წასულიყო სხვა რამის ასაფეთქებლად. ჩვეულებრივი ამფეთქებელია, პოლიტიკური ამფეთქებელი, ხო? ის მე უკვე საჭირო იყო საქართველოში, იმიტომ რომ დაგეგმილი იყო უკრაინაში, რომ ეს ომი მოხდებოდა, მისი პროვოცირება ყველა ვარიანტში მოხდებოდა, როგორც 2008 პროვოცირება მოხდა აქედან და აქაც მოხდებოდა, ამიტომ ის უნდა წამოსულიყო და ის მეორე ფრონტი, რაზეც ვსაუბრობ, სწორედ მისით უნდა დაწყებულიყო ეს არეულობები და ჩრდილო კავკასიის შეერთება და რუსეთის ზუსტად აი აქედან შეტევა. ეს იყო აქ მიზანი, რომელიც საბედნიეროდ არ გამოვიდა. ასე გამოიყურება დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჯეფრი პაიეტის მიერ აღთქმული ახალი უკრაინა, რომელიც სააკაშვილის ეგრეთ წოდებული წარმატებული რეფორმების მაგალითით უნდა შექმნილიყო. როგორ გავს არა 2008 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ით, დიდი მსხვერპლი, დევნილები, განადგურებული ეკონომიკა და ქვეყნის ბუნდოვანი მომავალი. თუმცა სააკაშვილი ამ ომის დაწყების წინ 2021 წლის სექტემბრის ბოლოს უკრაინას განარიდეს, რადგან გლობალური ომის პარტიის მესვეურებს უკრაინაში რეიტინგ განულებულ სააკაშვილთან და მისი გუნდის წევრებთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდათ, რადგან საქართველოში მორიგი არჩევნები, უკრაინაში კი დიდი სამხედრო კონფლიქტი ახლოვდებოდა. გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეხვედრები ვაშინგტონში გამართა. მიხეილ სააკაშვილს უკვე ჰქონდა მოლაპარაკება ჯიმ რიშთან, ჯინ შაჰინთან და სენატორ რონ ჯონსონთან. უკრაინული და სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ კონტროლზე აყვანილი სააკაშვილი საქართველოში არაჟნის კონტეინერით შემოპარვამდე მორიგი დავალებების მისაღებად ჯერ საკუთარ პატრონებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა. ჯიმ რიშთან, ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან შეხვედრების შემდეგ ახალი გეგმები დაფრთიანებული სააკაშვილი
2021 წლის 23 სექტემბერს ბრიუსელში ჩადის, სადაც დამატებით კონსულტაციებს ევროპელ მოკავშირეებთან გადის და ზუსტად 4 დღეში 27 სექტემბერს აქვეყნებს ფოტოს, რომ კიევიდან თბილისის მიმართულებით 2 ოქტომბრის ბილეთი აქვს ნაყიდი და ვიდეო მიმართვით აანონსებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის უკვე საქართველოში იქნება და ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. სააკაშვილიზე ჯერ ესეთი დიდი მოთხოვნის დადება იმიტომ ხდებოდა, რომ სააკაშვილის გარდა არავინ არ იყო ფიგურა. მაშინაც შეცდნენ და ეხლაც ცდებიან, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე დებენ ფსონს. სააკაშვილიც ვერ შეიქმნა იმ ფიგურად, როგორც იგი თავის თავს უწოდებდა. მოვიგონოთ და არ დავივიწყოთ ეს. ეს ყველაფერი ერთად უნდა შეიკრას. იგი ამბობდა, რომ იგი აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონია. არც მეტი, არც ნაკლები. თვითონ კი არ ამბობდა, რომ მას უწოდებენ აღმოსავლეთის თუ კავკასიის ჯორჯ ვაშინგტონს. და რომ იგი არის კულტურის შემომტანი და იგია ლიდერი და მანიც ის როგორ გადაარჩინოს ქვეყანა და გაიყვანოს ფონს. ამ დროს უკვე ჩაბარებული აქვს რუსეთისათვის ტერიტორიებიც, ხო, უშუალებელი რაოდენობა 20% შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა და იმედი აქვს, რომ საქართველოში ჩამოვა და იმას გააგრძელებს, რასაც აკეთებდა. დელეგაცია ამერიკელი სენატორების და შენ თუ გახსოვს, მე რა გითხარიო და მართლა გითხარ ბოლომდე არ მახსოვდა. მე გითხარიო, რომ შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო და ესე 200 ვიწროწრის ჯორჯ ვაშინგტონი არაჟნის კონტეინერში ჩაჯდა. ჯერ უკრაინის შემდეგ კი საქართველოს საზღვარი უკანონოდ, როგორც განუბაჟებელმა ტვირთმა ისე გადმოკვეთა. და ვიდრე ქართველი სამართალდამცველები აიყვანდნენ, რამდენიმე ვიდეო მიმართვის გავრცელება შეძლო. იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ძალოვნებმა მისი აყვანა ვერ შეძლეს. არადა ამ დროს მასზე თვალთვალი მიმდინარეობდა და დგინდებოდა იმ პირთა წრე, ვინც მას უცხოეთში დაწერილი გეგმის შესრულებაში ეხმარებოდა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოჩენილიყო და მოულოდნელობის ეფექტს არჩევნების მიმდინარეობაზე დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა. ერთ საათში ეწოდინებოდა მთელ ქვეყანას, რომ აი სააკაშვილი ჩამოვიდა. რაღაცა ესეთ მუხტის შექმნაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ არჩევნების შედეგებზე მომხდარიყო პირველ რიგში გავლენის მოხდენა და ეს საკმაოდ რეალისტური გეგმა იყო, რომ არა სპეცსამსახურების მუშაობა, დროულად რაღაც ინფორმაციების მიღება და აყვანა ერთი დღეღამით ადრე დადგებოდა სულ სხვა შედეგი. აი ბრიფინგმა რომელიც ჩაატარა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ორმა მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მოსახლეობაში განწყობებით შეცვალა და დაანახა ძალა მეორე მხარეს. ამან იმოქმედა არჩევნების შედეგებს. თავარი ამოცანა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და ქართული ოცნების იმიჯის შელახვა იყო, რასაც საპროტესტო მუხტის აგორება უნდა მოჰყოლოდა. პარალელურად იცმოდა მოწოდებები პოლიციელების, ჯარისკაცების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რომ მიეტოვებინათ სამსახური და ნაციონალური მოძრაობის მხარეს დამდგარიყვნენ. მიმდინარეობდა მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებშიც, რაშიც კოლოსალური თანხები დაიხარჯა, მაგრამ ქართული უსაფრთხოების სამსახურების გამართული მუშაობის შედეგად დაკავებულ სააკაშვილს ვერც აქცია მუშაობა, რადგან მოლოდინი არ გამართლდა. ოპოზიციამ სააკაშვილის მომიტინგეთა დაპირებული რაოდენობა მაინც ვერ შეკრიბა და ხელისუფლების რევოლუციით ცვლილების ეს გეგმაც ჩავარდა. ისინი წინასწარ ებრძადებოდნენ არჩევნების მეორე დღისთვის და აქ უნდა გამოჩენილიყო უკვე სააკაშვილი, რომლის გამოჩენასაც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არეულობა უნდა მოჰყოლოდა და ეს იყო შანსი მათთვის, რომ აქ უკვე, ოდესაც დაიწყებოდა ომი უკრაინაში, მეორე ფრონტი მარტივად გახსნილიყო საქართველოშიც. და სწორედ აი ამ საფრთხეს არის და ჩვენი ქვეყანა, ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა, რომლებმაც დაასწრეს. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის პროექტში, არამედ თუნდაც საქართველოს ზეწოლის პროექტში, აქ მეორე ფრონტის გახსნის პროექტში, LGBT პროპაგანდის პროექტში და რადგან ამ საკითხზე საუბრობთ სააკაშვილის პროექტშიც ვერ გათვალეს ის, რომ საქართველოს საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ევროპული ტიპის არის და ევროპული ღირებულებები ჩვენთან თანხმედრაშია, უპირველეს ყოვლისა ის არის ერთგული თავისი ქართული ღირებულებების.
იმის მიუხედავად, რომ საზღვრის უკანონო კვეთაზე საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაშიც აღიძრა და ქართული გამოძიების მასალები მათთვის ცნობილი იყო, უკრაინულმა მხარემ, სახელმწიფომ, რომელიც თავს საქართველოს მეგობარ ქვეყნად აცხადებდა, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მთავარი ორგანიზატორი გიალორ კიფანიძე პასუხისგებაში არ მისცა. მეტიც ის დააწინაურეს კიდეც. სააკაშვილმა ამასობაში შიმშილობა დაიწყო და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი კლინიკა ვივამედში აღმოჩნდა. ამას მოჰყვა მისი დასავლელი პატრონებისა და მოკავშირეების განცხადებები, სააკაშვილის ჯანმრთელობის თითქოს და შემაშფოთებელი მდგომარეობის და მისი გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ. ამასობაში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და საქართველოს კიდევ ერთ საომარ პოლიგონად ქცევამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამოქმედდა ახალი სცენარი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს საავადმყოფოში აწამებდნენ, წამლავდნენ და მისი მოკლა უნდოდათ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გასაშავებლად ალასანიების ოჯახმა უცხოელ ლობისტებში კოლოსალური თანხები დახარჯა, ოპერაცია წამებული სააკაშვილი ჩავარდა. მან მილიონად იყიდა უკაცრავად რომ idioти დაეძახათ ოფიციალურად რომ დაწერილი ყო რომ ის idiotiა ხო? მილიონი გადაიხადა ამაში. საცოდავი და თან გონება ჩლუნგი უკაცრავად რა დემენცია სხვა არაფერი არ არის ხო? ვიქნები ლიდერი? მე ამ ხალხისთვის ისევ ძალა ვიქნები. ადამიანები მისდევენ ძალას. ადამიანებს უყვართ ძალა, ენდობიან ძალას, რომელიც მათზე ძლიერია. და როდესაც ჩვენ აქ ნეკნებს აჩვენებ, როცა საცოდავი ხარ და ორი კიტრიც არ მოაქვს, ჩვენთან ერთი კიტრი მოაქვს, როცა შემთხვევით არ გაგეკცეს და ორი კიტრი არ ჭამო ერთის მაგივრად. შეიძლება სიბრალული სუბიექტი გახდეს, მაგრამ საცოდავი ლიდერი ვერასოდეს ვერ იქნება. Deep State-ის გავლენების აგენტ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამატებით 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ჭამურად მისი სასჯელის ვადა 12 წელი და 6 თვე განისაზღვრა. ის ისე ვივამედის ოროთახიან პალატაში რჩება და დასავლეთის მიერ დემოკრატიის შუქურად და ჯორჯ ვაშინგტონად წოდებული ნაცრეჟიმის ყოფილი ლიდერი არ მიიჩნევს, რომ საკუთარ ქვეყანას რამე ავნო. აღარ ახსოვს მისი ხელისუფლების პირობებში გაუბედურებული ახალგაზრდები, ბიზნესმენები, სამუდამო ტანჯისთვის გაწირული ოჯახები, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილს და გარეძალების მიერ მხარდაჭერილი ნამდვილი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებოდა და პასუხს ყველა დანაშაულისთვის აგებინებდნენ.